სამძებრო სამუშაოები სოფელ მლეთაში რამდენიმე საათია რაც დასრულდა, მიზეზი უამინდობა გახდა, თუმცა როგორც ოჯახის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა განუმარტეს, ის ტერიტორია, რომელიც დღეს შესასწავლად ჰქონდათ განსაზღვრული, სრულად არის დათვალიერებული. უკვე მეორე დღეა, რაც სოფელ მლეთაში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ასევე მაშველები ათვალიერებენ იმ ტერიტორიას, სადაც დედის განმარტებით 12 წლის წინ გაქრა გურამ დადიანიძის კვალი. მეორე დღეა, რაც ამ სამძებრო სამუშაოებს ესწრება თავად გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ის ხვალაცავა სოფელ მლეთაში და დაესწრება იმ სამძებრო სამუშაოებს, რომელსაც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ადგილზე ატარებენ. დედა 12 წლის განმავლობაში არაერთხელ ითხოვდა, რომ აღნიშნული ტერიტორია კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინათ და სწორედ საზოგადოების დიდი რეაქციის შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა და მეორე დღეა ადგილზე სამუშაოები დაიწყო. ქალბატონო სოფო, შეწყდა სამუშაოები? წინა დაიწყო ძალიან დიდი წვიმა მოდის. დილაზე ისევ განახლება და რა თქმა უნდა თუ არ იწვიმა. საკმაოდ დიდი ტერიტორია შემოწმდა. შესაძლებელია დღესვე გაგრძელდეს სამუშაოები, თუ წვიმა გაჩერდება? დღეს არ გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან მაღლა ვიყავი და მაღლა უფრო ძალიან წვიმს. თქვენ ხვალაც იქნებით ადგილზე? კი, თუ არ იწვიმა, რა თქმა უნდა ვიქნები. მე არც ეგრე არ აგავჩერდები რო არ ჩამოვიდე. დაათვალიერეს ის ადგილი მოასწრეს, სადაც ბოლოს ნახეს გურიკა მეგობრებმა? მეგობრებმა სადაც ბოლოს ნახეს, ის ადგილი გუშინში აღმოწმეს. სამძებრო სამუშაოებისთვის თავდაპირველად განსაზღვრული იყო 3 დღე, თუმცა დედა არ გამორიცხავს, რომ ეს დღეები გახანგრძლივდეს, რადგან სამძებრო სამუშაოებს მეტი დრო დასჭირდეს. ახლა მეხანძრე მაშველებმა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა სპეციალური ტექნიკით უნდა დაათვალიერონ სოფელ მლეთას მიმდებარე ტერიტორია, ის ადგილი, სადაც დედის განმარტებით გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.